ქართველი დიასპორის წარმომადგენლები ბრიუსელში ევროკომისიის შენობის წინ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ. აქცია საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველების ინიციატივით მოეწყო. ჩამოვედი ჰოლანდიიდან, როგორც ქართველი, მაგრამ მე ვარ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და გულმა მიგრძნო, რომ საჭიროა როცა პროტესტია პოლიტპატიმრების, ესე იგი, დასაცავად ჩამოვედი, სამსახურიც გავაცდინე. ქართველი ემიგრანტების ჯგუფმა პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. საფრანგეთში დაარსდა ბატონ ხმელეთის მიერ ეროვნული მოძრაობა ემიგრანტების. უახლოეს მომავალში ჩატარდება დიდი მიტინგები ევროპის მთლიან ტერიტორიაზე, რომელსაც ეროვნული მოძრაობა ჩაუდგება სათავეში. 50 ქართველ პოლიტპატიმარს ჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ფრანგულად და ინგლისურად ეწერა მიტინგის მონაწილეთა პლაკატებზე. თუმცა ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოში მხოლოდ 8 პოლიტპატიმრის არსებობა აღიარეს. მათ შორისაა მერა ბრატიშვილი. მე ჩამოვედი მოსკოვიდან ამ აქციაზე, იმიტომ რომ ეს აქცია გაკეთებულია იმისთვის, რომ განცხადება გავაკეთოთ ევროპაში, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური პატიმრები. მამაჩემი მერა ბრატიშვილი უკვე 2 წელი და 3 თვე არის ციხეში. 9 წელი აქვს მისჯილი. ჩვენ გვინდა რომ ოფიციალურად ევროკავშირმა ასეთი კითხვა დაუსვას საქართველოს. არსებობს პოლიტპატიმრები საქართველოში თუ არა? აქციის მონაწილეებმა ევროკომისიის თავმჯდომარის ხოსე მანუელ ბაროზოს სახელზე სპეციალური მიმართვა გააგზავნეს. მიმართვაში ისინი ევროკომისიას პოლიტპატიმრების საკითხით დაინტერესებას თხოვენ.